ბექა გოჩიაშვილის ახალგაზრდა ჯაზმენის ოჯახის წევრები პროკურატურაში დააკითხეს. სამართალდამცველების განმარტებით დაკითხვა პოლიციაში დაწყებულ შიდა ძიებას უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა განაცხადა, რომ მას ერთ-ერთ საქმეზე დაკითხვისას შეურაცხყოფა მიაყენეს. ბექა გოჩიაშვილის მამა და ძმა დღეს დილიდან თბილისის მთავარსამმართველოში იმყოფებოდნენ. მათი დაკითხვა 1 საათი გაგრძელდა. ბექა მჭედლიშვილი განაგრძობს თემას, ბექა რა განაცხადეს გოჩიაშვილის ნათესავებმა დაკითხვიდან გამოსვლისას. დიახ, პატარა, როგორც უკვე აღნიშნე, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ბექა გოჩიაშვილის მამისა და ძმის დაკითხვა ქალაქის მთავარსამმართველოში. დაკითხვის შემდეგ მათ ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას იმ დაკითხვის შესახებ, რა დროსაც ბექა და ალაშა გოჩიაშვილებზე განხორციელდა ფსიქოლოგიური დაწოლა, როგორც თავად ამბობენ, ასევე ბექა გოჩიაშვილის მამა ვალერი გოჩიაშვილი აცხადებს, რომ ის დაკითხვას ესწრებოდა, შესაბამისად ის მზად არის, რომ გამოძიებასთან ყველა იმ პოლიციელის სახელი და გვარი დაასახელოს, რომელიც დაკითხვის მომენტში იქ იმყოფებოდნენ. ასევე ვალერი გოჩიაშვილი მოითხოვს, რომ საქმის სასწრაფო გამოძიება მოხდეს და დამნაშავეები დაისაჯონ. ზოგადი გამოგითხარი როგორ იყო, რანაირად იყო, რა ფორმებში მიდიოდა ზეწოლა. ეხლა მე ბექას დაკითხვას ვესწრებოდი რა. ბექას დაკითხვას ვესწრებოდი და ის იქ რაც დავინახე, ეგ მეგენი მოუყევი. შენ მთელ კარიერას დაგინგრევთო. შენ მთელ ცხოვრებასო გაგიმწარებთო. გამოძიებული იქნეს და ის დამნაშავეები ვიც არიან რეაგირება მოყვეს ამ ყველაფერს. კონკრეტულად ანუ ვის თქვენ თუ გყავთ კონკრეტულად ვისაც აკითხავს ანუ პოლიციის გვარი დასახელები არ ვიცი ახლა იმათი გვარი დასახელები არ ვიცი, მაგრამ ახლა ეს სახეზე ვიცი. გაინტერესებდათ რა ფორმის ეწოლები ხორციელდებოდა ჩემს მიმართ. და ანუ რაც იყო ის უთხარი. რა მოუწევი რა უთხარი სამართალდამცველს? ჩემზე რომ ფსიქოლოგიური დაწოლა ხორციელდებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფები, მე მქრევნდე რომ თუ რაღაც დანაშაულს არ ვაღიარებდი, რაც მე არ ჩამიდენია, წამიყვანდნენ თქვათ, ჩამსვავდნენ ციხეში და ჩემს მიერ გამოყენებული იქნებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც უკვე გითხარით, ბექა გოჩიაშვილის მამისა და ძმის დაკითხვა 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სავარაუდოდ დაკითხავენ თავად ბექა გოჩიაშვილსაც, თუმცა ვინაიდან ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, მისი დაკითხვა სავარაუდოდ ტელეფონით ან სკაიპით მოხდება.